გამარჯობა. ეს არის ჩვენი მეექვსე გაკვეთილი და დღევანდელ გაკვეთილში ჩვენ სიღრმისეულად გავიცნობით ტესტირების საფეხურებს, ანუ testing layers. გავიგებთ რომელ საფეხურზე ვინ არის პასუხისმგებელი ტესტირებაზე, რომელ საფეხურზე რა ტესტირების ნაწილი სრულდება და სად არის ჩვენი უშუალო ჩართულობა საჭირო და სად იწყება ჩვენი ნაწილი, ასე რომ ვთქვათ, ტესტირებაში. მოკლედ უკვე საკმაოდ ბევრი ინფორმაცია მივიღეთ, უკვე ვიცით კარგად ზოგადად რას ნიშნავს QA, ვიცით განსხვავება manual და automation QA-ს შორის, ასევე ვიცით რას ნიშნავს SDLC, ანუ software development life cycle და ზოგადად რა სასიცოცხლო გზას გადის software. ასევე შევსწავლით უკვე STLC და ვიცით რა არის software testing life cycle და როგორ მიმდინარეობს სრული ტესტინგის სასიცოცხლო გზა ჩვენთვის უშუალოდ ტესტერებისთვის. დღევანდელი გაკვეთილის თემა იდეაში საკმაოდ საინტერესო თემაა, იმიტომ რომ ძირითადად უმრავლეს შემთხვევაში ინტერვიუზე აუცილებლად შეგვხვდება შეკითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა არის ზოგადად testing layers, ასევე ტესტერების პირამიდასაც ეძახიან ხოლმე ამას და აუცილებლად შეგვხვდებათ რაღაც შეკითხვა მაინც ამ საკითხთან დაკავშირებით და ამიტომ გავიაროთ ახლა სიღრმისეულად ეს საკითხი. მოკლედ ეს ტესტირების პირამიდის იდეა არის ის, რომ ესე რომ ვთქვათ ვიზუალურად წარმოვიდგინოთ რომელ ეტაპზე, რა ეტაპზე რა ხდება, ანუ ერთმანეთის ზემოთ, ესე იგი სხვადასხვა ტესტირება სრულდება. მაგალითად პირველი ლეველი ეს არის unit ტესტირება, ანუ unit ტესტირება ეს უკვე კოდის ლეველზე, კოდის დონეზე სრულდება ტესტინგი. კოდის დონეზე შემოწმდება თითოეული unit-ი, ახლა ამას კიდე განვიხილავთ რა თქმა უნდა სიღრმისეულად, უბრალოდ რომ წარმოვიდგინოთ, ანუ ესეთი პირველი ლეიერი, რომელიც არის unit testing-ი, სადაც კოდის დონეზე თითოეული unit-ი იტესტება. შემდეგ უკვე integration testing-ი, ანუ როდესაც ეს ცალკეული unit-ები არის დატესტილი. შემდეგი ეტაპი ეს არის უკვე integration-ის გატესტვა, ანუ როგორ ინტეგრირებენ ეს unit-ები ერთმანეთთან. და ამის შემდეგ უკვე გვაქვს system testing-ი. System testing-ი ეს არის უკვე სიღრმისეულად end-to-end testing-ი, ანუ სრული ტესტინგი სისტემის და ფუნქციონალის, სადაც უკვე ჩვენ ვართ უშუალოდ ჩართულები. იქამდე სხვა ლეიერებზე, რაზეც ვისაუბრეთ, სხვადასხვა, ანუ ასე ვთქვათ, სხვადასხვა ადამიანები არიან პასუხისმგებელი ამ ტესტირებაზე და ახლა გავველით კარგად ამ ყველაფერს. და ბოლოს ასევე acceptance testing-ი, რომელიც უკვე უშუალოდ ნიშნავს, რომ კლიენტი, ანუ ვისაც ვამზადებთ, ანუ პროდუქტის გუნდი, ასე რომ ვთქვათ, პროდუქტის გუნდმა უნდა დაექსეპტოს ეს ყველაფერი, რომ მართლაც ყველაფერი მოთხოვნების მიხედვით არის, რაც მათ ჰქონდათ. ესე იგი, პირველ ლეველზე, როგორც უკვე ვისაუბრეთ, unit testing-ი ეს ხდება, ანუ როდესაც კოდი იწერება კონკრეტულ ფუნქციონალზე. მაგალითად, რო წარმოვიდგინოთ email-ის ფუნქციონალი, email-ში გვაქვს inbox-ი, ხო? ანუ inbox-ი ეს არის ცალკეული ერთი unit-ი. შემდეგ გვაქვს მაგალითად spam-ები, ან recently deleted folders, ხო? ეს recently deleted folders არის ცალკე unit-ი კიდე. ცალკეული განცალკევებული არია, ასე რომ ვთქვათ რა, unit-ი. და შესაბამისად კოდის დონეზე ხდება დეველოპერების მხრიდან, ანუ აქ პასუხისმგებელი unit testing-ზე პასუხისმგებელი არის დეველოპერი და დეველოპერის მხრიდან ხდება ცალკეული unit-ის გატესტვა. ანუ ცალკე დამოუკიდებლად, აი მაგალითად inbox-ის unit-ი თუ სწორედ, ანუ ყველაფერი სწორედ მუშაობს, მოკლედ კოდის დონეზე იტესტება ეს unit testing-ი. მერე integration testing-ის დროს უკვე ეს თითოეული კომპონენტები, ანუ ეს unit-ები, ანუ იგივე კომპონენტები ამ შემთხვევაში როგორ, ესე იგი, ერთმანეთთან უკვე როგორ ურთიერთობენ, როგორ ინტეგრირებენ ერთმანეთთან, ხდება აი ამ ინტეგრაციის, ანუ კომუნიკაციის და კავშირის დატესტვა. ანუ ამ შემთხვევაში, როდესაც ეს ტესტირებები სრულდება და აუცილებელია, რომ ეს ტესტირებები არ იყოს გამოტოვებული, ანუ ყველა ეტაპზე ეს ტესტირება შესრულდეს, იმიტომ რომ მაგალითად თუ ჩვენთან მოვა გასატესტად ფუნქციონალი ისე, რომ არ არის შესრულებული unit testing-ი, არ არის შესრულებული integration testing-ი და ჩვენ პირდაპირ უკვე end-to-end testing-ს ვიწყებთ ამ ფუნქციონალზე, ძალიან დიდი შანსია, რომ მეტი ბაგი აღმოვაჩინოთ, რაც ადრეულ ეტაპზე შეიძლება აღმოჩენილიყო და შესაბამისად ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი ბაგის დაფიქსვა ყოველთვის, რა თქმა უნდა, უფრო ბიუჯეტური, ასე რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში და უფრო სწრაფად იფიქსება. ეს სხვადასხვა stage-ები ტესტინგის არის აუცილებელი იმისთვის, რომ უკვე მაქსიმალურად თავიდან ავირიდოთ ბოლო ეტაპებში, სადაც უკვე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ბაგები აღარ აღმოჩნდეს, მან ავირიდოთ თავიდან მეტი ბაგი. მაგალითისთვის, ესე იგი, როგორც უკვე თქვი, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეს email-ის inbox სისტემა, email-ის ზოგადად სისტემა და inbox-ის შემთხვევაში, ესე იგი, ეს იყო ცალკეული unit-ი, რომელსაც ცალკეული კომპონენტი, ანუ ერთი კომპონენტი, ანუ სრულიად ვთქვათ აპლიკაციის ერთი კომპონენტი
რომელსაც საკმაოდ დასტესტავს დეველოპერი unit testing-ის დროს და რასაკვირველია, აქ აღმოჩენილი ბაგები არის მარტივი დასაფიქსი, უკვე სანამ deployment მოხდება და სანამ მაგალითად ეს code merge მოხდება და კოდი უკვე გავა ვთქვათ სხვა environment-ში და შეეწყობა რაღაც სხვა კომპონენტებს. აქამდე რასაკვირველია მნიშვნელოვანია, რომ აღმოაჩინოთ ეს ბაგები საწყის ეტაპზე, ანუ unit ტესტირების ეტაპზე. Unit ტესტირება მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან დავამახსოვროთ, რომ unit testing-ში ჩვენ არ ვართ ჩართული, უბრალოდ ჩვენი პოზიციიდან აუცილებლად უნდა შევამოწმოთ და დავრწმუნდეთ იმაში, რომ დეველოპერებს ნამდვილად აქვთ unit testing-ი, რომ ანუ ადგილზეა ეს კოდი და შესაბამისად unit testing-ი ხდება თავის layer-ზე, ანუ თავის ნაწილში. შემდეგ უკვე ინტეგრაციის დროს უშუალოდ ხდება, როგორ ინტეგრირებს მაგალითად API communication-ების შემოწმება ხდება database-ის შემოწმება, ანუ როგორ ხდება კომუნიკაცია ვთქვათ UI-ს და backend-ს შორის, ანუ ამ შემთხვევაში database-ში. რომ ანუ აი ეს ინტეგრაცია, ანუ შეერწყმა თუ რავი როგორც ითქმის სწორად ქართულად, ანუ ეს ინტეგრირება სხვადასხვა კომპონენტების ხდება სწორად და ამ ეტაპზე აღმოჩენილი ბაგიც შესაბამისად უფრო მეტად ბიუჯეტურია, ვიდრე რასაკვირველია ბოლო დონეზე, ან მაგალითად system testing-ზე, ან უფრო ცუდია კიდე acceptance testing-ზე, თუ რასაკვირველია რაღაც ბაგი აღმოჩნდება, იმიტომ რომ acceptance testing ეს არის უკვე ანუ მაქსიმალურად გაწმენდილი უნდა იყოს future, როდესაც უშუალოდ klienti, ანუ ამ შემთხვევაში პროდუქტის თიმი დამკვეთი ამოწმებს, რამდენად მისაღებია ეს რაღაც ახალი ფუნქციონალი მათთვის და რამდენად მათი მოთხოვნის მიხედვით არის. ამიტომ მოკლედ წარმოვიდგინოთ ესე იგი ლეიერები, ყველაზე დაბალი ლეიერი, ანუ პირველი საწყისი ტესტირება, როდესაც ხდება, ეს არის unit testing-ი, სადაც ცალკეული კომპონენტები იტესტება დამოუკიდებლად, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ანუ ცალკე დაიტესტება inbox-ის კომპონენტი, ცალკე დაიტესტება ვთქვათ recently deleted, ცალკე დაიტესტება spam-ი და ასე შემდეგ, ანუ ცალკეულად დაიტესტება ეს კომპონენტები. შემდეგ უკვე integration testing-ის მეორე ლეიერი გვაქვს integration testing და integration testing-ზე ხდება უშუალოდ გატესტვა ინტეგრაციის, ანუ ეს ცალკეული დამოუკიდებელი კომპონენტები როგორ ინტეგრირებენ ერთმანეთთან, ასევე ანუ ვთქვათ როგორ API ინტეგრაციის შემოწმება ხდება database-თან კომუნიკაციის შემოწმება და ასე შემდეგ. ანუ ესე იგი ეს დამოუკიდებელი კომპონენტები, რომლებიც იდეაში უკვე გატესტილია unit testing-ზე, უკვე როდესაც უშუალოდ იწყებენ ესე იგი ერთად მუშაობას, ანუ ამ შემთხვევაში მაგალითად inbox-დან რომ რაღაცა ერთ email-ს წავშლით, ის ხომ უნდა მოხდეს უკვე recently deleted folder-ში, ანუ აი ასეთ დროს ერთმანეთთან კომუნიკაციას, ანუ ვთქვათ, როცა უწევთ ინტეგრაცია, აი მაგ დროს ხო არ არის კიდე რამე ანუ შეიძლება დამოუკიდებლად ეს კომპონენტები კარგად მუშაობდეს, მაგრამ რაღაც როდესაც ერთმანეთთან უკვე უწევთ ინტეგრაცია, მაგ დროს ამ მომენტში რაღაც ხდებოდეს, ვთქვათ, რაღაც fail-დებოდეს. ან მაგალითად API fail-დებოდეს და შესაბამისად ვთქვათ ეს წაშლილი email-ი არ აღმოჩნდეს recently deleted folder-ში და საერთოდ ქრებოდეს. ანუ მოკლედ integration testing-ის level-ზე ვამოწმებთ უშუალოდ აი ამ ინტეგრაციის დროს, როდესაც ეს დამოუკიდებელი კომპონენტები ერთმანეთთან ინტეგრირებენ, აი ამ კომუნიკაციის დროს, კავშირის დროს ხო არ წარმოიქმნება რაიმე ბაგი. და შემდეგი და ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის integration-ს ასევე ხდება დეველოპერების მხრიდან integration testing-ი, ანუ ჩვენაც აქ არ ვართ პასუხისმგებელი, შეიძლება ჩვენც გვქონდეს ვთქვათ automation-ის შემთხვევაში გაწერილი კოდი დაიტესტოს ეს integration testing-ი automation-ის მხრიდან, თუმცა უშუალოდ პასუხისმგებლები არიან დეველოპერები აი ამ integration testing-ზე. ჩვენი უშუალო რეალური საქმე, ანუ ჩვენ ჩართულობა და ჩვენი ნაწილი ასე რომ ვთქვათ ტესტინგის იწყება system testing-ზე, სადაც system testing-ის დროს უშუალოდ სრულდება end-to-end system ტესტირება, ანუ თავიდან ბოლომდე სრული ფუნქციონალი, ანუ სრული ეს flow რაც არის მაგალითად ამ შემთხვევაში ისევ email-ზე რო ვისაუბროთ, მაგალითად დალოგინება ხო, login ფუნქციონალი მოწმდება, რომ email-ზე შევდივართ სწორად. შემდეგ უკვე რომ მაგალითად რაღაც email-ის გაგზავნა შეგვიძლია, მიღება შეგვიძლია, რომ inbox-დან რო წავშლით, უკვე ხდება delete folder-ში და ანუ ასე შემდეგ. ანუ ჩვენ უშუალოდ თავიდან ბოლომდე აი ყველა უშუალოდ ანუ გაგზავნის აი მაგალითად email-ის გაგზავნის flow რო წარმოვიდგინოთ, თავიდან ბოლომდე ხდება ამ ყველაფრის შემოწმება. ანუ პირველ ის რომ სწორად დავლოგინდით, შემდეგ ის რომ compose button-ს რო დავაჭირეთ, ხილა კი გაიხსნა ნამდვილად ეს email-ის ფორმა, გასაგზავნი ფორმა, ის რომ გაგზავნის ვისთანაც გზავნით აი ამ field-ში, receiver-ის field-ში სწორად ჩავწერეთ email და შესაბამისად მიიღო, ანუ ამოაგდო ეს სწორი email-ი.
subject-ი რო დავამატეთ, შევიყვანეთ ან რაღაც ავტორითად რაღაც ფაილი, დავაჭირეთ გაგზავნეს და ნამდვილად გაიგზავნა. ანუ ეს იმეილი ნამდვილად მივიდა ადრესატთან. ანუ უშუალოდ სრული flow დასაწყისიდან საბოლოო მომენტამდე, ანუ სრული ფუნქციონალი სრულად end-to-end მოწმდება და end-to-end გამოიყენება, ანუ ეს ტერმინი end-to-end ტესტირება გამოიყენება ასეთ შემთხვევაში, როდესაც სრულ გზას, ასე რომ ვთქვათ, სრულ ფუნქციონალს ვტესტავთ თავიდან ბოლომდე. და ეს არის უშუალოდ, სადაც ჩვენ ვართ აი ამ ტესტირებაზე უკვე პასუხისმგებელი. ანუ ინტეგრაციის შემთხვევაში მარტივად რო გიჩვენათ, მოკლედ ჯერ ზოგადად მოდი გავიაროთ ესეთი მოკლედ მოდი გავიაროთ ახლა მარტივად თითოეულ layer-ზე, თითოეულ ტესტინგის საფეხურზე ვინ ასრულებს ტესტირებას, რა იტესტება, როდის ხდება ეს ტესტირება, ანუ რა არის speed და რა არის cost-ი. ანუ რა სიჩქარით იტესტება, რა სიჩქარით შეიძლება ბაგების აღმოჩენა და რა ჩდება ამ ბაგების დაფიქსვა, ანუ ბიუჯეტურად. ესე იგი, unit testing-ის შემთხვევაში, როგორც ვთქვით, unit testing ჩვენ არ გვეხება, unit testing-ზე პასუხისმგებელი არის დეველოპერი. ანუ unit testing-ს ვინ ტესტავს, ესე იგი, დეველოპერი აკეთებს unit ტესტირებას. იტესტება დამოუკიდებელი, ანუ ცალკეული ინდივიდუალური ფუნქციონალები, კომპონენტები, ანუ აპლიკაციის ან ფუნქციონალის დამოუკიდებელი კომპონენტები ცალკეულად იტესტება. ინდივიდუალურად ტესტირება ხდება უშუალოდ დეველოპმენტის პროცესში, ანუ იქამდე სანამ კოდის merge მოხდება, ანუ კოდის შერწყმა გაშვება მოხდება, ამ ეტაპზე ხდება ეს unit ტესტირება დეველოპერის მხრიდან, ესე იგი, როგორც ვთქვით, და ძალიან ბევრი ტესტი შეიძლება გაიწეროს, ანუ მილიონობით ტესტი შეიძლება გაიწეროს ამ ეტაპზე და ძალიან მარტივად სწრაფად დაიტესტოს უშუალოდ კოდი და ანუ არ დაჭირდეს სანამ უშუალოდ გაიშვება ეს რაღაც გარემოში, environment-ში და code merging-ი მოხდება, აქამდე იტესტება და შესაბამისად ძალიან ბევრი ტესტი შეიძლება გაიწეროს. და რასაკვირველია, აი ამ საწყის ეტაპზე ნაპოვნი ბაგები ძალიან იაფიჩდება, ასე რომ ვთქვათ, ბიუჯეტურად, რომ დაიფიქსოს ძალიან მარტივად, ანუ არაფერს თქვა არაზიანებს კოდის დონეზე, უნდა დაიფიქსოს საწყის ეტაპზე და შესაბამისად ბიუჯეტურია რასაკვირველია მისი დატესტვა. Integration-ს რაც შეეხება integration testing-ზე, თუმცა შეიძლება შერწყმულად ერთად მუშაობდნენ ტესტერები და დეველოპერები და შესაბამისად მათი ერთობლივი მუშაობით, ანუ ამ შემთხვევაში automation-თან შეიძლება იყოს გაწერილი API testing-ი ან automation-ით იყოს გაწერილი integration-ისთვის testing-ი და მოკლედ დეველოპერებიც და QA-ებიც, ტესტერებიც უფრო automation-ის ნაწილში ერთობლივად ტესტავენ, ასე რომ ვთქვათ, integration ნაწილს. რა იტესტება? აქ უკვე იტესტება უშუალოდ ეს მოდულები, როდესაც ერთმანეთთან, ანუ ეს კომპონენტები, როდესაც ერთმანეთთან კავშირში შედიან, ანუ ერთმანეთთან კომუნიკაციობენ. ასეთ დროს იტესტება ეს კომუნიკაცია, უშუალოდ იტესტება API, database-ები და უშუალოდ მათი, ასე ვთქვათ, კავშირი კომუნიკაცია, რომ სწორად ინტეგრირებენ ერთმანეთთან. როდის ხდება, ანუ ეს უკვე ხდება აუცილებლად unit testing-ის შემდეგ, ანუ აუცილებლად პირველი არის unit testing-ი და unit testing-ის მერე ხდება integration testing-ი. აქ შედარებით უფრო, ვთქვათ, ნაკლები არის, შედარებით უფრო ნელი არის პროცესი ტესტინგის, თუმცა იმაზე ბევრად სწრაფი არის, ვიდრე უშუალოდ system testing-ის დროს, ანუ მესამე layer-ზე იქნებოდა. და აქაც cost-ს რაც შეეხება, ანუ ღირებულება ბაგის შედარებით უფრო მეტი ჯდება, ვიდრე პირველ layer-ზე, ანუ unit testing-ის ნაწილში, როდესაც ძალიან ბიუჯეტურია და ძალიან, ასე ვთქვათ, იაფი არის აი ამ ბაგების დაფიქსვა. და ანალოგიურად system testing-იც რო გავიაროთ, system testing-ის ვინ ასრულებს, ვასრულებთ ჩვენ ტესტერები, აუცილებლად system testing-ს არის სრულად პასუხისმგებელი ტესტერი. System testing-ი სრულდება, როდესაც უკვე შესრულებული აუცილებლად ორივე, ანუ უნდა იყოს unit testing-იც, integration testing-იც შესრულებული და როდესაც უკვე კოდის deployment-ი ხდება სატესტო environment-ში, ანუ ჩვენ სატესტო environment-ში, როდესაც მივიღებთ უკვე ამ კოდს, გაშვებულ კოდს, მე რო ტესტავთ აი ამ სრულ end-to-end flows. და იტესტება სრულად ფუნქციონალი, ანუ იტესტება სრული flow. ანუ ესე იგი, ვინ არის პასუხისმგებელი, ვართ ჩვენ ტესტერები პასუხისმგებელი, რა იტესტება? იტესტება სრული flow, ანუ სრული end-to-end flow დასაწყისიდან საბოლოო მომენტამდე. ეს ტესტირება ხდება მაშინ, როდესაც უკვე გატესტილი არის unit integration testing-ი და კოდის deployment-ი, ანუ კოდი უკვე გაშვებულია სატესტო environment-ში და ჩვენ ეს ფუნქციონალი ესრულება უკვე სატესტო environment-ში გვაქვს. რასაკვირველია, აქ შედარებით უკვე ნელი არის სიჩქარე, speed-ი, ანუ არ შეიძლება რა თქმა უნდა მილიონობით, ანუ დროც არ არის რომ მილიონობით
ტესტს ვერ დაფარავ ამ ეტაპზე system testing-ის დროს და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი რომ თავიანთ საფეხურებზე unit-ის და integration საფეხურზე იყოს საკმაოდ ბევრი რაღაც დაფარული და დატესტილი. რადგან აქ შედარებით უფრო ნელი არის პროცესი და რა თქმა უნდა ამ ეტაპზე აღმოჩენილი ბაგების დაფიქსვაც არის უფრო ძვირი და რასაკვირველია მნიშვნელოვანია რომ თავიდანვე რომ ავირიდოთ ამ system testing-ის level-ზე უკვე ბევრი ბაგი აუცილებელია რომ ჩვენ ტესტერებმა გავაკონტროლოთ ასე რომ თქვა და დავწმუნდეთ რომ დეველოპერების მხრიდან ეს მათი ნაწილი ამ შემთხვევაში unit-ი და integration-ი არის დაფარული. კარგი, მოკლედ integration-ზე კიდევ ერთხელ კარგად რომ გავიაზროთ ესეთ ერთ მაგალითის სახით წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაც. მაგალითად რაღაცას ვამზადებთ, ხო? ანუ რაღაც ვთქვათ, გვაქვს რაღაც რეცეპტი და რაღაც რეცეპტით გვინდა რაღაც კერძი მოვამზადოთ, ხო? ცალკეულად რა შევამოწმოთ მაგალითად, ვთქვათ, ცალკე კვერცხი მაგალითად კარგია, ანუ რაღაც ეს ცალკეული პროდუქტები, ვთქვათ, კარაქი, არ ვიცი, ნამსხვრს ვამზადებთ და ანუ კარაქი ცალკე ძალიან კარგია, კარგი ხარისხის, მაღალი ხარისხის პროდუქტია. ცალკეულად კვერცხი ძალიან კარგია, ძალიან კარგი ფქვილები ყიდა და მოკლედ ეს ცალკეული ინგრედიენტები, რაც მჭირდება მას ამზადებოთ, არის ძალიან კარგი, ძალიან მაღალი ხარისხის. ანუ unit testing-ზე რომ შევამოწმებთ, ვთქვათ, ეს დამოუკიდებლად თითოეული მათგანი არის ყველა კარგი, მაღალი ხარისხის, თუმცა როდესაც უკვე უშუალოდ გამოვაცხობთ მაგალითად ამ ნამცხვარს და გავაკეთებთ კერძს, როდესაც ერთმანეთში შევურავთ ანუ ამ ყველაფერს, რა გამოდის საბოლოოდ, ხო? ანუ როგორ ერწყმიან ერთმანეთს, ანუ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ გაიაზროთ, რომ integration-ის ნაწილში ჩვენ ვამოწმებთ, აი როდესაც უკვე ერთმანეთს ერწყმის ეს ცალკეული ინგრედიენტები, იმ შემთხვევაში ცალკეული კომპონენტების სისტემის საბოლოოდ რა გამოდის, ანუ როგორ მუშაობს საბოლოოდ აი ერთმანეთთან შერწყმის და შეერთების შემდეგ. გავრცელებული integration ბაგები შეგვიძლია გავიარეთ რამოდენიმე. ერთ-ერთი ეს არის მაგალითად, როდესაც რაღაც ინფორმაცია სწორად არ გადაეცემა, ანუ კომპონენტიდან კომპონენტს, ანუ ერთი კომპონენტიდან მეორე კომპონენტში სწორად არ გადაეცემა. ანუ მაგალითად, როგორც ისევ inbox-ის შემთხვევაში ვთქვით, როდესაც წავშლით ჩვენ რაღაც email-ს, ეს email-ი არ ხვდება ამ შემთხვევაში recently deleted folder-ში, რაც ნიშნავს, რომ ანუ აი ამ ერთი კომპონენტიდან მეორე კომპონენტს უნდა გადაცემოდა ეს data, ანუ ეს ინფორმაცია, ეს email-ი ამ შემთხვევაში და არ გადაეცა, ანუ სწორად არ მიეწოდა. ასევე შეიძლება გქონდეს wrong API response, ანუ API-მ დაგვიბრუნოს არასწორი response კოდი. როდესაც მაგალითად გვაქვს რაღაც ხარვეზე გვაქვს database connection-ში და შემოწმოთ database-თან კომუნიკაცია კარგად არ ხდება. მოდით ახლა ვისაუბროთ system testing-ზე, ანუ უშუალოდ ნაწილზე, სადაც ჩვენ ვართ სრულად პასუხისმგებელი ტესტერებაზე. ჩვენ ტესტერები უბრალოდ ვამოწმებთ სრულ აპლიკაციას, ხო, ანუ სრულ ფუნქციონალს, ანუ ჩვენ ცალკეულად არ გვაინტერესებს მაგალითად აი ცალკე ერთი კომპონენტი როგორ მუშაობს, არ გვაინტერესებს, ვთქვათ, database-ი ცალკე როგორ მუშაობს. ანუ ჩვენ გვაინტერესებს უშუალოდ, ანუ სრულად აპლიკაცია მუშაობს თუ არა. ანუ როგორც მაგალითად მომხმარებელი ვტესტავთ სრულად აი ამ ფუნქციონალს და აპლიკაციას, როგორც ნამდვილი მომხმარებელი, ანუ real user-ი ამ შემთხვევაში, მისი გადმოსახედიდან ტესტავთ უშუალოდ ზოგადად ეს მუშაობს თუ არა. ანუ მაგალითად მე არ მაინტერესებს თუ რაღაც პრობლემა API-ში ან რაღაც პრობლემა ცალკეულად რამე კომპონენტში, მე ჩემი მხრიდან უბრალოდ მაინტერესებს ეს სრული სისტემა, სრული ფუნქციონალი მუშაობს თუ არა. აი მაგალითად ტესტავთ, თქვათ რაღაც გაყიდვების აპლიკაციას, მაგალითად Amazon-ის აპლიკაციას, ხო? ჩვენი მხრიდან ჩვენ გვაინტერესებს ესე იგი დავლოგინდით successful, ან წარმატებით დავლოგინდით ჩვენს აკაუნტზე შევედით წარმატებით. შემდეგ ავირჩიეთ ვიპოვეთ რაღაც პროდუქტი, რაც გვაინტერესებდა და დავამატეთ ეს პროდუქტი ჩვენს კალათაში. შემდეგ უკვე გავაკეთეთ checkout-ი, გადავიხადეთ თანხა და ეს მოგვივიდა ნამდვილად confirmation email, რომ ეს პროდუქტი წარმატებით შევიძინეთ. ანუ ეს არის სრული ტესტინგი, ანუ end-to-end ჩვენ სრულად ყველაფერი დავტესტეთ და შევამოწმოთ, რომ საბოლოო მნიშვნელობა რაც იყო, ესე იგი საბოლოო დანიშნულება რაც იყო, ის რომ წარმატებით მომხმარებლის წარმატებით უნდა შეძლებოდა რომ პროდუქტი შეეძინა, ეს ნამდვილად მუშაობს. ანუ ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ეს სრული flow მუშაობს ნამდვილად და ნამდვილად შევძლებთ, რომ წარმატებით მეყიდა რაღაც პროდუქტი. ანუ თვითონ system testing-ი ცალკე თვითონ system testing-ი მოიცავს ბევრი ტიპის ტესტირებას, ანუ სხვადასხვა ტიპის ტესტირებები გვაქვს
და ეს system testing-ი მოიცავს, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ტიპის ტესტირებებს. მაგალითად, functional testing-ი, ანუ functional testing-ს როდესაც ფუნქციონალი მოწმდება, functional testing-ი არის system testing-ის ერთ-ერთი ტიპი. Regression testing-ი, regression-ს უკვე ვთქვით, თუმცა როგორც ვთქვით წინაზეც და ეხლაც ანუ ცალკეულ გაკვეთილს დავუთმობა უცებად ტესტირების ტიპებს, იმიტომ რომ გვაქვს ბევრი ტესტირების ტიპი და ცალკეულად უნდა ვიცოდეთ აუცილებლად ყველას მნიშვნელობა კარგად. თუმცა ახლა ამ გაკვეთილზე უბრალოდ მინდა რომ აღნიშნოთ, რომ system ტესტირებაში ცალკე კიდე შიგნით, ანუ ამ system ტესტირებას აქვს თავისი ტიპები, ასე რომ ვთქვათ, სხვადასხვა ტესტირების ტიპებს მოიცავს ეს system ტესტირება, როგორც ვთქვით, functional testing-ი, regression testing-ი, როდესაც ხდება გადატესტვა სრულად რაღაცეების, smoke testing-ი, smoke testing-ი არის, როდესაც დასაწყისში ვაკეთებთ რაღაც ტესტირებას, ანუ უბრალოდ ზოგად ტესტირებას, ასე რომ ვთქვათ, რომ ზოგადად აპლიკაცია არის სტაბილური, შემდეგი უკვე ტესტირების შესასრულებლად, performance testing-ი, როდესაც მოწმდება ზოგადად აპლიკაციის performance-ი, რამდენად სწრაფად მუშაობს აპლიკაცია, security testing-ი მაგალითად, როდესაც მოწმდება უსაფრთხოება, რომ მხარებლის data, ანუ ინფორმაცია ნამდვილად დაცულია და მოკლედ ასე შემდეგ, სხვადასხვა ტესტები. ეხლა არ ჩავალ უბრალოდ სიღრმისეულად ამ ტესტირების ტიპებში, რადგან ცალკე მინდა რომ აუცილებლად დავუთმო და ცალკე ვისაუბრო ამ საკითხზე ტესტირების ტიპებზე. ეხლა ვისაუბროთ მეოთხე level-ზე, ამ შემთხვევაში მეოთხე საფეხურზე, ანუ acceptance testing-ზე. Acceptance testing-ი არის უკვე ბოლო საფეხური. ანუ ცალკეული იუნიტები დეველოპერების მხრიდან დაიტესტა კოდის level-ზე, შემდეგ ინტეგრაცია შემოწმდა, integration testing-ი მოხდა თავის layer-ზე, მეორე layer-ზე, მესამე layer-ზე უკვე system testing-ი, ანუ სრულად დაიტესტა ფუნქციონალი ტესტერის მხრიდან და მეოთხე layer-ი, ასე რომ ვთქვათ, ეს არის უკვე acceptance testing-ი, ანუ უშუალოდ უნდა მოხდეს acceptance, ანუ უნდა დაეთანხმა ნამდვილად ამ შემთხვევაში product owner-ი, ანუ უშუალოდ კლიენტი, რომ კი მე ნამდვილად კმაყოფილი ვარ აი ამ შესრულებული საქმით, ამ ფუნქციონალით როგორ მუშაობს, ნამდვილად ზუსტად ის არის, რაც მე ვითხოვე. ანუ ჩვენ ხომ კლიენტის მოთხოვნების requirement-ების მიხედვით ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ხო, ეს ყველაფერი რა გზასაც გავდივართ software შესაქმნელად, ხდება რასაკვირველია requirement-ებზე დაყრდნობით, ანუ რა მოთხოვნაც კლიენტებს ჰქონდათ. შესაბამისად, აი ამ ბოლო ნაწილში უკვე მნიშვნელოვანია, რომ თვითონ კლიენტმა, ამ შემთხვევაში product owner-მა დაეპროვოს, რომ ნამდვილად ეს ის არის, რაც მე მინდა და ამიტომ შეგვიძლია უკვე გავუშვათ რელისი, ანუ გავიდეს უკვე ნამდვილ მომხმარებელთან. Acceptance testing-ს თვითონ ასევე აქვს თავისი ტიპები, სულ აქვს 3 ტიპი და ამაზეც ვიტყოდი, რომ საკმაოდ ბევრი ინტერვიუზე შემხვედრა შეკითხვა ამასთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც რა თქმა უნდა ეს testing პირამიდა და testing layers-ზე ზოგადად შეკითხვები ძალიან ხშირია და მართლა თითქმის ყველა ინტერვიუზე რაღაც შეკითხვა მაინც დავუსვამთ ამ საკითხიდან და ასევე შეიძლება კითხონ alpha testing და beta testing-ზე, რომელიც არის acceptance testing-ის ტიპები და ახლა გავველით რას ნიშნავს. ანუ 3 საფეხური აქვს, როგორც ვთქვით, alpha testing, beta testing და user acceptance testing და ახლა ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე. ესე იგი, alpha testing-ი ხდება უშუალოდ შიგნით, შიდა testing-ი, ანუ კომპანიაში ვესრულდება, სპეციალურად განკუთვნილი internal team-ი ტესტერთან, ანუ QA-სთან ერთად ასრულებს აი ამ ფუნქციონალის შემოწმებას, ტესტირებას. ანუ QA plus internal team-ი, სპეციალური ადამიანები, ვთქვათ, პროდუქტის team-დან, რომლებმაც უნდა მოგცენ, ესე იგი, თანხმობა, approve-ი, რომ კი ეს ყველაფერი მოთხოვნების შესაბამისად მუშაობს და შესაბამისად approve გვაძლევენ უკვე შემდეგ რომ გავუშვათ production-ში. ანუ ეს ხდება სპეციალურად განკუთვნილ environment-ში, გარემოში, ანუ სპეციალურად განკუთვნილ სატესტო environment-ში, სადაც უშუალოდ ეს internal team-ი ტესტერთან ერთად ამოწმებს ამ ფუნქციონალს. იქამდე სანამ ეს გავა უკვე რეალურ საბოლოო მომხმარებელთან. Beta testing-ის დროს, ესე იგი, ეს რილისი ხდება ჯერ მხოლოდ რაღაც კონკრეტულ ადამიანებთან, ანუ ასე რომ ვთქვათ, სრულად არ გადის ყველა real user-თან ეს ფუნქციონალი, გადის მაგალითად რამოდენიმე ისეთ პატარა ადამიანების გუნდთან გაეშვება ეს ფუნქციონალი, რომლებიც ჯერ დატესტავენ და შეამოწმებენ და როდესაც მათგან გვექნება უკვე approve, რომ კი ეს ფუნქციონალი მუშაობს ისე როგორც მოთხოვნებში იყო და ჩვენი მხრიდან, ანუ ამ შემთხვევაში კლიენტის მხრიდან დაეპროვებულია, შემდეგ ხდება უკვე უშუალოდ გაშვება public, ესე რომ ვთქვათ, ანუ როდესაც ყველა end user-თან გაეშვება უკვე ეს ჩვენი ფუნქციონალი. ესე იგი, alpha testing-ი ხდება
სრულდება ტესტერების და ასევე შიდა კომპანიაში არსებული შიდა internal team-ის მხრიდან. ბეტა ტესტინგის დროს ეს რილიზი ხდება, თუმცა რილიზი არ ხდება სრულად ყველასთან, ანუ public რილიზი არ ხდება, ხდება გაშვება ამ კოდის და ამ ფუნქციონალის გაშვება ხდება მხოლოდ პატარა გუნდთან, ანუ ადამიანების პატარა გუნდთან, კონკრეტულ ადამიანებთან, რომლებიც დაეპროვებენ შემდეგ ამას და როდესაც უკვე მათი ეპროვება იქნება, მე გავა ეს ფუნქციონალი public-ი, ანუ უშუალოდ როდესაც ყველა end-user-ი ნახავს უკვე ამ ფუნქციონალს და ამ ცვლილებას. და user acceptance testing-ის შემთხვევაში უშუალოდ კლიენტი ან business stakeholder-ი ამოწმებს უკვე ამ ფუნქციონალს, რომ ნამდვილად ეს ფუნქციონალი მუშაობს ისე, როგორც business logic იყო ამ შემთხვევაში და ანუ ბიზნესის მხრიდან, ბიზნესის კუთხით კი ეს ყველაფერი სწორედ მუშაობს. და შემდეგ უკვე როდესაც აი ამ business requirement-ების მიხედვით გადასტავენ ამ ფუნქციონალს და ნამდვილად ემთხვევა, გვეტყვიან რომ ნამდვილად ემთხვევა ბიზნეს მოთხოვნებს და ესე იგი კლიენტის მხრიდან დაეპროვდება, შემდეგ უკვე გავა უშუალოდ რილიზი მოხდება და გავა უშუალოდ end user-თან, ანუ სრულად საბოლოო მომხმარებელთან გავა უკვე ფუნქციონალი. ესე იგი, acceptance testing-ში გვაქვს ეს სამი ტიპი, alpha testing-ი, beta testing-ი და user acceptance testing. მნიშვნელოვანი alpha და beta testing-ები დავამახსოვროთ კარგად, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ძალიან დიდი შანსია რომ მოვიდეს ეს შეკითხვა ინტერვიუზე და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ კარგად დავამახსოვროთ. კარგი, მაგათ ესე იგი QA-ის მხრიდან, ანუ როდესაც ეს ბოლო ორი ლეველი სრულდება ტესტინგის, ანუ ამ შემთხვევაში acceptance testing-ი და system testing-ი, ანუ system testing-ის ლეველზე ჩვენ ტესტერები პოულობთ ტექნიკურ ბაგებს ძირითადად, ანუ რო რაღაც ტექნიკური, მაგალითად რაღაც ფუნქციონალი არ მუშაობს, რაღაც ისე არ მუშაობს, ოღონდ ტექნიკური მხარე, ასე ვთქვათ, ანუ ტექნიკურ ბაგებს პოულობთ და UAT testing-ის დროს, ანუ user acceptance testing-ის დროს უშუალოდ business verification ხდება, რომ ბიზნესის მხრიდან, ანუ ბიზნესის კუთხით ეს ფუნქციონალი სწორედ მუშაობს, რომ ნამდვილად ემთხვევა ბიზნესის goals, ესე რომ ვთქვათ, ანუ მიზანს. რა თქმა უნდა, ორივე არის ძალიან მნიშვნელოვანი, უბრალოდ შესაბამის ეტაპზე ხდება ამათი ვერიფიკაცია, ანუ system testing-ის დროს ჩვენ პოულობთ ტექნიკურ ბაგებს და უკვე UAT testing-ის დროს, user acceptance testing-ის დროს ნამდვილად ბიზნეს მოთხოვნებს, რომელზეც ემთხვევა ეს ყველაფერი. კარგი, მოკლედ ესე იგი, დავიმახსოვრეთ, რომ პირამიდა გვაქვს, პირამიდის სახით წარმოდგენილი გვაქვს ესე იგი ტესტერების საფეხურები. პირველი საფეხური აუცილებლად ხდება ყოველთვის unit testing-ი. Unit testing-ის დროს იტესტება ცალკეული კომპონენტები დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად. შემდეგ მეორე ლეიერი ეს არის integration layer-ი. Integration layer-ის ეტაპზე ხდება უკვე უშუალოდ კომუნიკაციის შემოწმება, ანუ ინტეგრაციის შემოწმება, როგორ ინტეგრირებენ ეს სხვადასხვა კომპონენტები ერთმანეთთან. ამ დროს მოწმდება რა თქმა უნდა API, მოწმდება database. System testing-ი არის მესამე ლეიერი, მესამე ლეიერზე system testing-ის ლეიერზე ჩვენ უკვე უშუალოდ ვართ პასუხისმგებელი სრულად ტესტერებაზე და ხდება end-to-end testing-ი, ანუ სრული დატესტვა აპლიკაციის end-to-end დასაწყისიდან საბოლოო მომენტამდე. და acceptance testing-ი არის მეოთხე ლეიერი, acceptance testing-ის დროს უკვე ხდება კლიენტის მხრიდან, stakeholder-ების მხრიდან დაეპროვება, რომ ყველაფერი requirement-ების მიხედვით არის და ნამდვილად, ესე იგი, business validation ხდება და business logics ნამდვილად ემთხვევა ეს კონკრეტული ფუნქციონალი. მნიშვნელოვანია რომ ის დავამახსოვროთ და გავიაზროთ, რომ აუცილებელია თითოეული ლეველის გავლა და რასაკვირველია ისე არ ხდება, რომ აი მოდი მე რაღაცას დავსკიპავ, არ გავტესტავ, ან რაღაცა ერთ-ერთი თქვა unit testing-ი დაისკიპება, რაღაცა დაისკიპება და შემდეგ უკვე იმის მოლოდინი გვექნება, რომ აი ჩვენს შემდეგ ვინც დატესტავს, ის იპოვის მოდი ამ ბაგსაც. იმიტომ რომ რა თქმა უნდა ყველა საფეხურზე ხდება ასე თუ ისე სხვადასხვა ტიპის ბაგების აღმოჩენა და მნიშვნელოვანია რომ აუცილებლად ყველა შესრულდეს და არაფერი გამოვტოვოთ. როდესაც ჩვენ დავიწყოთ მაგალითად გუნდში მუშაობას, მნიშვნელოვანია რომ ჩვენი მხრიდან პასუხისმგებლები ვართ იმაზე რომ დავწმუნდეთ რომ ეს თითოეული ტესტინგის ლეიერი სრულდება ნამდვილად ჩვენს გუნდში, რომ ნამდვილად აქვთ developers unit testing-ი, ნამდვილად სრულდება unit testing-ი, ნამდვილად სრულდება integration-ი, ჩვენ რასაკვირველია system testing-ზე ვართ სრულად პასუხისმგებელი. იდეაში დღევანდელი გაკვეთილი სულ ეს არის, მეექვსე გაკვეთილი იყო ესე იგი testing layer-ების შესახებ, ტესტერების საფეხურების შესახებ. ძალიან დიდი ალბათობით მოვა შეკითხვა ინტერვიუზე ამ საკითხზე, ზოგადად რა არის ტესტერების პირამიდა, testing layer-ზე ხომ გსმენიათ რამე და თქვენ აუცილებლად უნდა აუხსნათ ეს საკითხი, უნდა აუხსნათ თითოეულ layer-ზე რა ხდება, თითოეულ საფეხურზე რა ტიპის ტესტინგი
დასრულდება, ვინ არის პასუხისმგებელი და ასე შემდეგ. ამიტომ ამ გაკვეთილის კარგად და გააზრებულად სწავლა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აუცილებლად დაგეხმარებათ ინტერვიუზე. სულ ეს არის დღეისთვის. კიდევ ერთხელ მადლობა ყურებისთვის და რასაკვირველია, თუ მოგწონთ გაკვეთილები და გსურთ შესწავლა მანუალ ტესტირების, რა თქმა უნდა, ამ არხზე სრულად უფასოდ გთავაზობთ და გაძლევთ ამ შესაძლებლობას და აუცილებლად გამოიწერეთ გვერდი და დარწმუნდით, რომ ზარის ღილაკზე ჩართავთ, რომ გაკვეთილები არ გამოგრჩეთ. მადლობა კიდევ ერთხელ.